რეალისტური გეგმა რეალობის აღსაქმელად. საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი ოპოზიციას ახალ გამოსავალს თავაზობს, რომელსაც სალომე ზურაბიშვილის თქმით, საზოგადოებისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კითხვასაც უნდა გასცეს პასუხი. გეგმა ტექნიკური მთავრობის შექმნასა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის არ მონაწილეობას გულისხმობს. Am platformam უნდა ჩამოაყალიბოს ის, რაც გვაკლია დღემდე, რაც უნდა ქონოდა ბევრად ადრე და რასაც ქვია გარდამავალი მთავრობა. იმიტომ რომ არავის არ უყვარს ვაკუუმი. ჩვენი საზოგადოების წუხილი და მისი შეიძლება ნაკლები ჩართულობა ამიდანაც გამომდინარეობს, რომ ვერ ხედავს ესენი თუ არა, აბა ვინ? ეს არის მუდმივი კითხვა, როცა მოდის ცვლილება რეჟიმის. სალომე ზურაბიშვილის ახალ გეგმებს ქართულ ოცნებაში კომიკური უწოდეს. სალომე ზურაბიშვილი ნურც გაფრინდება და ნურც მოფრინდება ხა. აი ასეთ ხალხთან გვაქვს საქმე. ასეთ არასერიოზულ ხალხთან გვაქვს საქმე, რომელიც მე-7 წელია ამბობს, რომ პრეზიდენტი ვარო, გაუვიდა ყველანაირი ვადა და აი რაღაც რომელიღაცა კომედიური ფილმის პერსონაჟივით მიტაცებული აქვს პრეზიდენტის სტანდარტი, ცალკე ეთქვა შეაკერინა და დადის ამ დროში და გაიძახის ვარ პრეზიდენტი. აი ხო სასაცილოა, სინამდვილეში ხო უნდა ამაზე ზოგადად ვიცინოთ. ეს ყველაფერი როცა ჩაივლის, მე გაგვახსენდება, რომ ასეთი სასაცილო მოვლენა იყო ჩვენს ცხოვრებაში, რომ ვიღაცა გამაგრდა თავის ციხესიმაგრეში, უკვე თანამედროვე გაგებით საოფისე სივრცეში, დაიდგა დროშა და ამბობს, რომ ვარ პრეზიდენტი. ესეთი შემთხვევები ჩვენ ადრიდელიდან გვახსოვს, როდესაც რაღაც თვითმარქვია მართველები იყვნენ. საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის ახალი ინიციატივა შეაფასეს მისმა ადრესატებმაც. ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც 4 ოქტომბრის არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს, კენჭისყრაში მონაწილეობის მსურველებს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ გადახედვისკენ მოუწოდებს. კიდევ ერთხელ მოუწოდებ განსაკუთრებით პარტია ლელოს გააცნობიეროს მისი შეცდომა და ევროპარლამენტის რეზოლუცია მაინც იღოს ყურად. გაჯიუტდება მის ძალიან მძიმე შეცდომაში, დაარღვევს ოპოზიციურ ერთობას და რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობით შეუქმნის ლეგიტიმაციას, როგორც პრაქტიკულად არის ნათქვამი ევროპარლამენტის რეზოლუციაში ამ რეჟიმს. ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკურ მდივანს პასუხობს მისი მოწოდების ადრესატი. კოალიციის ლელო ძლიერი საქართველოს პატიმრობაში მყოფი ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე Facebook-ზე წერს, რომ 4 ოქტომბრის არჩევნების თაობაზე სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ეთანხმება. ამასთან ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ამბობს, რომ მისი შეფასებით ავტორიტარული მმართველობების წინააღმდეგ ბოიკოტი წინასწარ განწერული მარცხია და ვერ შედგება. სხვა ოპოზიციონერების მოწოდებებს არ იზიარებენ ყოფილი პრემიერ-მინისტრის გუნდში. ქართული ოცნების დამარცხების გზებზე საუბრისას გიორგი გახარიას პარტიაში ერთადერთ სწორ გამოსავალად არჩევნებში მონაწილეობა მიაჩნიათ. ჩვენ ძალიან დიდ პატივს ვცემთ ქალბატონის სალომეს პოზიციას, მის ჩართულობას ძალიან დადებითად ვაფასებდით და ვაფასებთ პროევროპული ფლანგის გაძლიერებაში, თუმცა მისი განცხადებით ჩვენი პოლიტიკური გუნდისთვის და ჩვენს გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით არაფერი იცვლება. ჩვენთვის რეჟიმთან ბრძოლის გზა გადის დემოკრატიის ერთ-ერთი ინსტრუმენტის არჩევნების გამოყენებით, რადგან ვთვლით, რომ მშვიდობიანი ფორმა დღესდღეობით მნიშვნელოვანია იყოს გამოყენებული რეჟიმთან ბრძოლის დროს და ეს საბოლოოდ გამარჯვებამდე მიგვიყვანს და ის, რომ ამ მორჩევლებს ჩვენ არ დავტოვებთ ოცნების პირისპირ და ასევე ჩვენ ძალიან ბევრჯერ განვაცხადეთ იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენს გადაწყვეტილებაზე არ იმოქმედებს არც ქვეყნის შიგნით არსებული ფაქტორები, არც ქვეყნის გარეთ არსებული ფაქტორები, ჩვენ ანგარიშვალდებულად ვთვლით თავს მხოლოდ და მხოლოდ ჩვენს ამორჩევლებთან. თანაგუნდელებისგან განსხვავებული პოზიცია აქვს დიმიტრი ცქიტიშვილს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ბრიუსელის გზავნილების მნიშვნელობაზე საუბრობს, ამბობს, რომ არჩევნებში მონაწილეობა ქართულ ოცნებას ლეგიტიმაციას მიენიჭებს და ამ პროცესში მონაწილე ნებისმიერ გაერთიანებას პასუხისმგებლობას აკისრებს. ევროპარლამენტის მიერ დამტკიცებული ანგარიში პირდაპირ მიუთითებს, რომ ქვეყანაში დემოკრატიის ფუნდამენტური პრინციპები სრულად მოშლილია. სახელმწიფო ინსტიტუტები მიტაცებულია, ქვეყანაში ჩამოყალიბდა დიქტატურა. ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსი მკვეთრად შესრულილია და ორიენტირებულია რუსეთზე, ჩინეთზე და ირანზე. ევროპარლამენტის შეფასებით საქართველოში მოქმედი საკანონმდებლო და პოლიტიკური გარემო არ იძლევა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების შესაძლებლობას, არც საპარლამენტოს და არც ადგილობრივის.
მოქმედ რეჟიმს არჩევნები ესაჭიროება არა ქართველი ხალხის ნების დასადგენად, არამედ არსებული სტატუს-კვოს ლეგიტიმაციისთვის. შესაბამისად, ნებისმიერი პოლიტიკური ძალა, რომელიც მონაწილეობას მიიღებს ამ პირობებში გამართულ არჩევნებში, ხელს შეუწყობს ამ სტატუს-კვოს ნორმალიზებას და იქნება ისეთივე პასუხისმგებელი მოსალოდნელ შედეგებზე, როგორც თვითონ ქართული ოცნება. 4 ივლისს მიხეილ ყაბლაშვილმა ოპოზიციურ პარტიებს შესთავაზა არჩევნებში მონაწილეობა მიეღოთ, თუმცა გარკვეული პირობებიც ჰქონდა. დაკავებულ ლიდერებს მისთვის შეწყალების თხოვნით უნდა მიემართათ და საჯაროდ დაედასტურებინათ, რომ არჩევნებში მონაწილეობას იღებდნენ. ეს ნაბიჯი არც ერთ პარტიას არ გადაუდგამს. ახლა კი ოპოზიციის ნაწილი ფიქრობს, რა გზას მიხვეს. არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადოს თუ არა. ამ ფონზე კი მათ საერთაშორისო პარტნიორებისგან კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გზავნილი მიიღეს. ევროპარლამენტის რეზოლუციაში წერია, რომ ოპოზიციონერი ლიდერების პატიმრობის გამო მოახლოებული მუნიციპალური არჩევნები არ შეიძლება ჩაითვლოს თავისუფლად და სამართლიანად.